ეს ჩხრეკები, რეიდები, რაც სრულიად წარმოუდგენელი არის ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ დიდი ხანია რაც ჩვენ აღარ ვითვლებით ნორმალურ ქვეყნების რიგებში. ეს რეპრესიები ყველა მხრივ რაც ტარდება ბოლო თვეებში, მაჩვენებელი არის იმისი, რომ რეჟიმი რეალურად ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამითი ცდილობს, რომ თავისი თავი გაამყაროს. ეს ყოველდღიურად ჩანს მეტი და მეტი, მაგრამ ეს მეტი და მეტი, როგორც ჩანს, ვერაფერს ვერ აღწევს ვერც საბოლოოდ პროტესტის ჩაქრობას, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას. ფინანსურად, სწორედ ამ ადამიანებზე, რომელსაც აქვთ ყველაზე დიდი დოვლაცი დაგროვებული, იმათზე არის ყველაზე სერიოზული შედეგები და გავლენები ამ სანქციების პირველ რიგში.